მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების მოსახლეობას დამეწყრილი და ნახევრად ჩამონგრეული გზების სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას უქმნის. თია იოსელიანი გიამბობთ. სოფელი ნატანების ზემო ნაწილი, ანუ როგორც უწოდებენ ზემო ნატანები, იმ გავლობით პრობლემებთან ერთად, რაც გურიის თითქმის ყველა სოფელს აწუხებს, განსაკუთრებულად ყურადსაღებს იმასაც ატარებს, რომ მთლიანი დასახლება მეტროსაშიშ ზონაშია მოქცეული. მოსახლეობა აცხადებს, რომ გეოლოგების დასკვნების შესაბამისად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა აქ დასახლებულ ნებისმიერ ოჯახს ექნება. წყალი, რომლითაც მიწა სისტემატიურად ილექება და იჟღენთება, დრენაჟებითა და წყალგამწვევი მილების არარსებობის გამო საცხოვრებელ სახლებს მნიშვნელოვნად აზიანებს და ხშირ შემთხვევაში გრევის პირამდეც მიჰყავს. დანაპრალებულ კედლებში და საძირკველ გამოცვლილ სახლებში ცხოვრება მოსახლეობას უკვე გაუსაძლის მდგომარეობას უქმნის. აგერახნათ ის 5-6 წელიწადია მაგ დღეში ხო. მეტი კიდუ. მეწყერი გამოვიდა და მიდის აი სახლი. წასულია ასე და ბარჯები გადასულია დასია. და რამხელაზია წასული და ამან გამოიწვია ყველაფერი რომ მეწყრება ეს ადგილი. Sხედავთ ადერ, სახლი დაგვენგრა 3 წელიწადია, დავდივართ გამგრეობაში, დაპირების გარდა არაფერი არ არვარ. კომისია რამოდენიმეჯერ იყო, მე თვითონ რამოდენიმეჯერ გადავიღე სურათები. მთელი სოფლის ზღვარი აეთ და სხედავთ ახლა, მთელი სოფლის ზღვარი წყალი მოდის ჩემეზოში, ამან გამოიწვია დაშვავდა და დანგრეულია. დაპირების გარდა არაფერი და ვარ უიმედოთ ასე და რა ვიცი მის ახლობელმა მე ქარში და წვიმაში ვეძებდი თავშესაფარს გამოვიდოდით გარეთ საგარგვეთია სახლი თებერვალში დავცალეთ 2009 წლის რომ აღარ იცხოვრებოდა და ვიყავით იმ დაშლილ სახლში მაინც იყო კომისია დავკვირდებიან არაფერი მე ახლობელმა არ შევეცოდეთ და შეგვიშვა ერთ ოთახში სამოწყალო ცხოვრობს თქვის სახლში რომ გადავედით თქვის სახლში ვიყავი სოციალურად დაუცველი და რომ მოვიდა კომისია და ნახა იმ სხვის სახლში თქვენო სახლი გიშონიათო ის არ გაუთვალისწინებიათ რომ სახლი სამოწყალოდ შეგვიფარეს და იმით ვიშოვეთ ერთი ოთახი და ის დახმარებაც მოგვიხსნენ შეამოწმეთ კედლები და ნახეთ სახლი რა მდგომარეობაშია ბარგები გვაქვს გამოყენებულია ნახეთ რა მდგომარეობა ეგ კედელია რო წამოვიდა მიწა და გაიხსნა გზა და ნახეთ ეგ ხედავთ გზას რა დღეშია რო დაიწყო ამიწამ დაძრა წამეიღო ეს სახლი წამეიღო და გიხადავთ ახლა რა მდგომარეობაცაა მადე აბა ახლა არაა დაგვიანებული თუკი ყურადღებას მოგვარცევენ კიდე შეიძლება ათანა ყორე რო შეისხას და ეს გზა შეჩერდეს თუ არა პატარა ხანში ეს გადმოინგრევა და დასავლელი მანქანას აღარ ეთნება ავრობიდან ახლა ვითხოვ კაცო მოგვარციონ ყურადღება რომ დავშალო და 1-2 თვალი ის უხნასავით რაღაცა ჩავდრა რომ უშიშრად ღამე გავათიო ამას ვითხოვა რაც მეკუთვნის ჩემნაირ დანგრეულს და დაჭირებულს წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემის გამო სადრაძეებისა და ბასაძეების ბედს აქ უკვე ოჯახების უმრავლესობა იზიარებს. ნათესავებთან ერთ ოთახში დროებით შეხიზნულ 4 სულიან ოჯახს მძიმე საცხოვრებელ პირობებთან ერთად უკვე გაუსაძლისი ყოფითი და სოციალური პრობლემები მოუმრავლდათ. უმუშევრობითა და თითქმის უყველაფრობით გადაღლილი მოსახლეობა მიუდგომელი და ნახევრად ჩამოშლილი შიდაგზების გამო ვერც საკუთარი მოსავლის რეალიზებას ახერხებს და წლიდან წლამდე მხოლოდ საკუთარ ეზოებში მიწათმოქმედების შედეგად მოყვანილი მოსავლის იმედზე არიან. ავარიული სკოლა, დაუმთავრებელი ტაძარი, ნიგზიანელთა მთავარი საწუხარი. ნახეთ რეპორტაჟი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგზიანიდან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგზიანის თემი, რომელიც რაიონული ცენტრიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული, სამ სოფელს, ნიგზიას, ხაჯალიასა და არჩეულს აერთიანებს. სამივე სოფლის კოუპთა რაოდენობა 1200-ზე მეტია. შარშან სოფლის დახმარების პროგრამით ნიგზიანის თემს 28000 ლარი გამოეყო, რითაც ადგილობრივებმა საყანე ფართობის შეღობა, სოფელ ნიგზიანში ამბულატორიის გახსნა, რომელიც სამივე სოფელს ემსახურება და ორ სოფელში სასაფლაო შეღობა მოახერხეს, ასევე გასულ 2009 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამით ნიგზიანი არჩეულის მიმართულებით გზის გასწვრივ გაბიონები გაკეთა. მდინარე წყალწითელაზე კი ამავე სოფლების დამაკავშირებელი სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდი აღდგა. მთლიანად გაწეულ სამუშაოზე, როგორც თემის რწმუნებულმა გითხრა, 75000 ლარი დაიხარჯა. წელს სოფლის დახმარების პროგრამა ორმაგდება. შესაბამისად, ნიგზიანის თემი გაორმაგებულ თანხას დაახლოებით 62000 ლარს მიიღებს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, წლევანდელი
პრიორიტეტებიც დასახული და გამოკვეთილი აქვთ. პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად შეირჩა. მნიშვნელოვანია დახმარება შარშანს, გადაუჭრელი პრობლემები იყო ფინანსური სიდუღჭირის გამო, მოგვარდა ეს პრობლემები სოფლის დახმარების პროგრამით. წელიწადს ველოდებით არის გარკვეული პრიორიტეტები გამოკვეთილი ხალხთან გასაუბრების შედეგად და იმედია რომ გადაიჭრება და გაკეთდება. უკვე გაკეთებული და პრიორიტეტად დასახული საქმეების ჩამონათვალის მოსმენის შემდეგ იმ თავარ საწუხარსა და პრობლემას მივადექით, რომელიც ნიგზიანის თემის ცხოვრებლებს თანხის სიდიდისა და კოლოსალურობის გამო ვერ გადაუჭრიათ. ხაჯალიის საჯარო სკოლა იმდენად ავარიულია, რომ შენობაში ყოველგვარი საგაკვეთილო საათის ჩატარება დიდ რისკთანაა დაკავშირებული. 1940 წელს აგებული შენობა შეკეთებასა და რემონტს არ ექვემდებარება. ახალი სკოლის აშენება, სადაც 225 მოსწავლე და 30-მდე პედაგოგი განთავსდება, სპეციალისტების გათვლებით 1,124,000 ლარი ჩდება. თანხა იმდენად დიდია, რომ მას არათუ სოფლის დახმარების პროგრამა, არამედ ინფრასტრუქტურის პროგრამით გადმორიცხული თანხებით ჯერჯერობით ვერ გაწვდება. მეზობელი სოფელი 6 კილომეტრითაა დაშორებული. ზამთარში კი 6 კილომეტრის ფეხით გავლა მოსწავლესათვის, რომელმაც გაკვეთილი სრულფასოვნად უნდა მოისმინოს, ძნელი წარმოსადგენია. სამწუხაროდ აღნიშნული სკოლის დირექტორმა ლევან თალაკვაძემ ჩვენთან გასაუბრება ვერ შეძლო. მიზეზი ბანალური და ერთი შეხედვით მარტივი გახდათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი წესის თანახმად სკოლის ადმინისტრაციებმა ყველა ინფორმაციის გაცემაზე ნებართვა რესურს ცენტრისგან. ამ უკანასკნელმა კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან უნდა მიიღოს. ყველანაირად დოკუმენტალურად დამტკიცებულია, რომ ხაჯალის საჯარო სკოლა რემონტს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომ თანხები მიმართოთ თუნდაც მცირე შეკეთებისთვის აზრი არ აქვს. განათლების სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის დონემდე არის ეს საკითხი გადაწყვეტილი შეთანხმებული და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ხაჯალის საჯარო სკოლაში ახალი მშენებლობა დაიწყება და ჯერჯერობით ალტერნატიული გზა ვერ მომნახეთ. და ბოლოს ნიგზიანის ცენტრში მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის მშენებლობის დაწყება სოფლის მცხოვრებლებმა სხვადასხვა სახსრებით მოძიებული თანხებით შეძლეს. მოძიებული თანხები ამოიწურა, ეკლესია კი დაუმთავრებელი დარჩა.